აჭარის მწერალთა კავშირში კი თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. უკვე მეორე ვადით კოლეგებმა მხარი ერთხმად დავით თედორაძეს დაუჭრეს. მწერალთა კავშირში განმარტავენ, რომ 5 წლით ნდობა დავით თედორაძეს გაწეული 8 წლისა და დამსახურებისათვის გამოუცხადეს. პროცესი ღია კენჭისყრით წარიმართა. არჩევის პროცესს ესწრებოდნენ კოლეგები თბილისიდანაც. დავით თედორაძეს საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით პოეზიის რაინდის წოდება მიანიჭეს. დღესვე შეიცვალა აჭარის მწერალთა კავშირის გამგეობის შემადგენლობაც. იგი 9 კაციანი შემადგენლობით დამტკიცდა. დღეს მწერალთა ორგანიზაციისგან ეს ნდობა მაძლევს უფლებას, რომ ხვალ და მომავალი 5 წლის განმავლობაში კიდევ უფრო ღირსეულად ვემსახურო სამშობლოს, საქართველოს, ჩვენს კუთხეს, ჩვენს ქალაქს, ქართულ მწერლობას. შენობაში ჩამოგდის წყალი. არ გვაქვს გათბობა. კომუნალური ხარჯები არ აგვაქვს. აი ამ პრობლემების მოგვარება არაერთხელ მithოვია ხელისუფლებისათვის და კიდევ ვთხოვ, რადგან ეს შენობა არის მთავრობის. პირველად ვარ გამგეობის წევრი და ჩემი მოვალეობა რაც იქნება, ანუ რასაც გეგმავ და ფიქრობ, ის არის, რომ ახალგაზრდული ენთუზიაზმი შევიტანო ჩვენს მომავალ დასახულ ბიზნესში. კიდევ არის ის ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან იჭერები და არ აქვთ თავიანთი წიგნი თუნდაც და ვეცდებით, რომ ყველა